დამარცხებული კოლხეთის ხობი და გორის ზედიზედ მესამე გამარჯვება. საფეხბურთო გუნდმა გორი ეროვნული ლიგა 3-ის შეხვედრაზე კოლხეთის ხობი 6-1 დაამარცხა. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი ილიამ ღებრიშვილი ამბობს, ფეხბურთელები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან და ბოლო 3 შეხვედრა წარმატებით ჩაატარეს, რის გამოც ცხრილში პოზიციები გააუმჯობესეს. გუშინ მქონდა შეხვედრა ხობთან, გავიმარჯვეთ 6-1. ვართ კარგ განწყობაზე გუნდი. შემდეგი თამაში გვაქვს ხობთან. ჩვენი უშუალო კონკურენტები არიან და ვუპირებთ გამარჯვებას მაგ გუნდთან. ჩვენი მიზანია 4-ში გასვლა, გუნდი დაულაგდით უკვე, ჩვენი თამაში ნაპოვნია და რავი, წესით ყველას დავამარცხეთ, თუ ესე გავაგრძელებთ. გუშინ მქონდა შეხვედრა მე-9 ტური ლიგა 3-ის, მქონდა ხობის კოლხეთთან თამაში და გავიმარჯვეთ 6-1. ბოლო 3 თამაში რაც იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, კარგად გავიარეთ. 3-ე თამაში მოახერხეთ გამარჯვება. ცხრილში გამოვისურვეთ ახლა პოზიციები. ვართ 4-თან ახლოს და ჩვენი მიზანია წელს რომ მოვხვდეთ 4-ში. ყოველ შემთხვევაში პირველი წრე გავიაროთ რომ მოვხვდეთ 4-ში, მერე იქნება მცირე პაუზა და აგვისტოში განახლდება უკვე მეორე წრე სეზონის.